შუადღემშვიდობის მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენ როგორც გვეუბნებიან ქორუმი გვაქვს და შესაბამისად შეგვიძლია ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხდომა გავხსნათ, რაც შეეხება დღის წესრიგს, გვაქვს ჩვენ ორი საკითხი, შესაბამისად პირველ რიგში კომიტეტის წევრებს წარმოგიდგენთ დღის წესრიგს. პირველი გვექნება ესე იგი საქართველოს პარლამენტის წევრების ბატონი არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, დავით მათიკაშვილის და სხვების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონების პროექტი, ეს არის იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შეტანის თაობაზე, არის პაკეტი ათამდევი ინიციატივებთან ერთად, ეს არის მეორე მოსმენა, რომელსაც წარმოგვიდგენს პარლამენტის წევრი ბატონი არჩილ გორდულაძე და მეორე საკითხი ჩვენ გვახლავს ცვლილებები შეზღუდული საზრდოობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონში, რომელსაც მე წარმოგიდგენთ, გთხოვთ დავამტკიცოთ დღის წესრიგი და ბატონო არჩილ, გთხოვთ მაშინ ტრიბუნასთან და შეგვიძლია დავიწყოთ საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენის წესით განხილვა. პირველ რიგში გითხავთ ხომ არ გსურთ შესავალი ტექსტის თქმა და ამის შემდეგ უკვე ჩვენ მუხლობრივად გავყვებით ამ ინიციატივის განხილვას. მადლობა ბატონო თავმჯდომარე, კოლეგებო მოგესალმებით, მივესალმებით ამ წრეს საზოგადოებას, კიდევ ერთხელ პატივისცემას უდასტურებ ადვოკატთა ასოციაციას, ადვოკატთა ასოციაციის წევრებს და მათ საქმიანობას. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა პირველი მოსმენით გაიმართა საქართველოს პარლამენტის პლენარულ ხდომაზე, სადაც შეთავაზებული იყო ორი ვერსია, ერთი გულისხმობდა რომ იუსტიციის მინისტრს მიიღო გადაწყვეტილება იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის დირექტორის დანიშვნის თაობაზე და აღარ ყოფილიყო მათ შორის საბჭო არსებული შემადგენლობით, ხოლო მეორე ვერსია შეთავაზებული იქნა, რომ იგივე საბჭო შემადგენლობა შეიცვალოს, მაგრამ საქართველოს მთავრობის მიერ იყოს მიღებული გადაწყვეტილება და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დანიშნოს სამსახურის ხელმძღვანელი. საბოლოო ჯამში პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც იურიდიული დახმარების სამსახურს საბჭო არ ეყოლება, მიუხედავად იმისა, რომ როგორც არაერთი ქვეყნის მაგალითი გვაჩვენებს, ძირითადად იურიდიული დახმარების სამსახური არის იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში, მაგრამ ამ მიდგომაზე ითქვა უარი და შემოთავაზებული ვერსიაა, რომ საბჭო როგორც ასეთი არ იქნება, მაგრამ უშუალო უფლებამოსილებებს დანიშვნის თაობაზე განახორციელებს პრემიერ-მინისტრი, ხოლო მთელ რიგ შემთხვევებში, რადგან გვექნება დამატებით საუბარი, გადაწყვეტილებებს მიიღებს ერთი მხრივ დირექტორი, ხოლო მეორე მხრივ დაამტკიცებს ყველა ნორმატიულ აქტებს, მაგალითად საქართველოს მთავრობა. აქ თავარი რა არის, რომ ერთი მხრივ უზრუნველყოფილი იყოს უშუალოდ ადვოკატების საქმიანობა და დამოუკიდებლობა ამ საკითხს არავინ არ ეხება და ვერ შეეხება, იმიტომ რომ აღნიშნული საკითხი გათვალისწინებულია და გამტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, ხოლო მეორე მხრივ გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო როგორც სერვისს ასე სთავაზობს იურიდიულ დახმარებას, იმ პირებს, რომლებსაც არ აქვს შესაძლებლობა, რომ მაგალითად ადვოკატები თავიანთი სახსრებით აიყვანონ და ამაში სახელმწიფო სახსრებია გადახდილი, იმისაც რომ სახელმწიფო ხარჯების ეფექტიანობა იყოს უზრუნველყოფილი, მიზანშეწონილია, რომ აღნიშნულ და მეორე მხრივ იმისათვის, რომ კონსტიტუციური მოწყობა რაც არსებობს, რომ რომელიმე სამსახური იყოს ან აღმასრულებელი, ან საქართველოს მთავრობის სისტემაში შემავალი, ან სასამართლო სისტემაში შემავალი, ან კონსტიტუციური ორგანოების კუთხეში, ის პრინციპი გათვალისწინებული და გატარებული იყოს. შემოთავაზებული ცვლილებები ვფიქრობ, რომ სრულად უზრუნველყოფს აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებელ რეალობაში კატარებას. მზად ვარ მეორე მოსმენით მოხლობრივად განხილვისთვის და თუ იქნება კითხვები, რა თქმა უნდა, შესაბამისი კითხვების საპასუხო. და კიდევ ერთს ვიტყოდი უკაცრავად ბატონო გასვამის თავმჯდომარე. ჩემთვის არ არის მარტივი, რომ ზოგადად ადვოკატზე და ადვოკატებზე ვისაუბრო იმ კუთხით, რომ მათ პოლიტიკური განცხადებები შეოფასო, მაგრამ სამწუხაროდ გვიწევს. სამწუხაროდ ჩვენ მოვისმინეთ ისეთი განცხადებების და კარგია, რომ ასეთ ბევრი არ იყო, იმიტომ რომ
მაინც იურისტებს გვიწევს დავიკითხოთ კონსტიტუცია, დავიკითხოთ არსებული კანონი და დავიმორჩილოთ საქართველოს კონსტიტუციას და მათ შორის კანონმდებლობასაც. სამწუხაროდ ისეთი განცხადებაც მოვისმინეთ, რომ მაგალითად ადვოკატთა ასოციაციის იუსტიციის სამინისტროს განხილვაში გადაყვანას აპირებენ. რაც შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ არის აბსოლუტური ტყუილი და ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს, ძალიან ფრთხილად იყოს, როდესაც ზოგადად ადვოკატთა კორპუსს ეხება საკითხი. კიდევ ერთხელ, ადვოკატების გაერთიანება არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და ვერავინ ვერ ჩაერევა მათ გაერთიანების თავისუფლებაში და ვერც ვერანაირად მის საქმიანობაში. ამავდროულად არც არავითარ შემთხვევაში არ იგეგმება, არც დაიგეგმება ადვოკატთა ასოციაციის რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში გაერთიანებაში თუ შეერთების კუთხით. ეს არის აბსოლუტური ტყუილი და კიდევ ერთხელ ყველამ თავი შეიკავოს ტყუილების გავრცელებისგან. კეთილი ნამდვილად ბატონო არჩი და როგორც წესი, როდესაც ყველებს ავრცელებენ, ეს არის მაშინ ხდება, როდესაც არგუმენტები არ აქვთ და როდესაც შინაარსობრივ განხილვაში ვერ შემოდიან, მაშინ მიმართავენ ესეთ უღირს საქციელს, რომელიც ასევე ასეთი ტყუილების ავტორებზე უფრო მეტს მეტყველებს, რა თქმა უნდა. მოდით ჩვენ დავიწყოთ ასაკვირველია იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონით, მუხლი პირველი პუნქტი პირველი. აქ ცვლილება არ გახლავთ ბატონო თავმჯდომარე. პუნქტი მეორე. პუნქტ მეორეში სათაური არის ჩამოყალიბებული იურიდიული რადგანაც მუხლი ყალიბდებოდა, ამიტომ სათაური სჭირდება და აქ მითითება, რომ იურიდიული დახმარების სამსახური არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ასეთი რამე აღარ იქნება გათვალისწინებული, რადგან როგორც შევთანხმდით, ის აღარ არის აღარ იქნება იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი. კეთილი, შენიშნავი მოსაზრებები ხომ არ არის ამასთან დაკავშირებით, მესამე პუნქტი. მესამე პუნქტშიც ეს არის მერვე სეკუნდა მუხლის ნაწილი იყო. კი, აქაც მინისტრის უფლებამოსილებებიც იყო გათვალისწინებული და მინისტრის უფლებამოსილებებს რა თქმა უნდა არ იქნება. ალბათ ასევეა მეოთხე პუნქტი, ხო? დიახ, ასევე არის. კეთილი, მეხუთე პუნქტი. აქ არის განსაზღვრული დირექტორის უფლებამოსილებებზე, დირექტორი სამსახურის ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, ისევე როგორც სხვა სიპებს. ეს არის დაზუსტებული და დანარჩენი რეგულაციები თუ რა ცენს უნდა აკმაყოფილებდეს დირექტორი, ეს კვლავ რჩება როგორც იყო წარმოდგენილი. კეთილი, შენიშნა მოსაზრებები ხომ არ გაქვთ? ხალბატონ სოფოს აქვს, გთხოვთ. მოგესალმებით. თუ შეიძლება რომ მომიყვანოთ კონკრეტული არგუმენტი, არა თეზისები, თეზისები არ არის არგუმენტები, არგუმენტი მომიყვანოთ კონკრეტულად. აი ამ სამსახურის ანგარიშვალდებულება, დაქვემდებარება არა, გასაგებია რომ სამსახური არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო ორგანოს. კარგია, რო აღიარეთ. მაგრამ ეს სამსახური რომ ანგარიშვალდებული ხდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. მანამდე ის იყო ანგარიშვალდებული ჩვენ პარლამენტის წინაშე, რატომ გონიათ, რომ ეს ამ სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობას და ეფექტურობას მეტად შეუწყობს ხელს, ვიდრე ის, რომ ის იყოს ჩვენი პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული. ოღონდ არგუმენტები მომიყვანეთ, იმიტომ რომ არგუმენტები მე არ მომისმენია, ნული არგუმენტი გაქვთ, უბრალოდ თქვენ ამბობთ თეზისებს, კონკრეტული არგუმენტი, რატომ გონიათ, რომ ჩვენს წინაშე პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება არ არის საკმარისი გარანტია იმისთვის, რომ ამ უწყებამ, ამ სამსახურმა იმუშაოს სათანადოდ და რატომ გონიათ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამ ანგარიშვალდებულებით შევქმნათ ისეთი გარემო ამ სამსახურისთვის, რაც შეიძლება შექმნას პრემიერ-მინისტრმა. მადლობა. კეთილი, ხალბატონო სოფიო, ჩემის კუთხით უბრალოდ პატარა რემარკას გავაკეთებ, რომ უპირიანი იქნებოდა ალბათ ამ საკითხის პირველი მოსმენით განხილვას ოდასწრებოდით ჩვენს კომიტეტზე, შეიძლება ეს კითხვები აღარ ქონოდათ, ვინაიდან ფიქრობ, რომ ამოწურავად გაისმა მაშინ ის არგუმენტები, რაც ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით იყო, როგორც მივხვდი, თქვენ გაქვთ ასევე კითხვა და გთხოვთ. მოგესალმებით. აღმასრულებელი საბჭოს წევრი ადვოკატი საქმროგიჩიანი.
ჩვენ პირველ მოსმენაზე ქონდა ჩვენი არგუმენტები და რა თქმა უნდა მყარად ვჩერდით ჩვენს პოზიციაზე რომ აქამდე არსებული ფორმატი რაც იყო სტრუქტურულად იყო გამართული, ეფექტური და ამ ხრივ ჩვენ ვერ დავინახეთ იმის აუცილებლობა რომ შევიდეს ცვლილებები, მით უმეტეს როდესაც არ იქნება წარმოდგენილი საბჭოს სახით, საბჭოსთან დაკავშირებით დავამატებ წინა პოზიციას რომ ჩვენ ბუნებრივია ქონდა პოზიცია რომ ყოფილიყო დარჩენილიყო ერთი წევრი მაინც იურიდიული დახმარების სამსახურიდან ადვოკატი, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ეს იყო ძალიან კარგი ფორმატი. 2014 წელს შეიცვალა აღნიშნული და ექვემდებარებოდა იყო როგორც პრობაციის, საჭირო ახსოვების და იურიდიული დახმარების სამსახური. თქვენმა უნდა იმ დროს მხარი დაუჭირდა სრულყოფილად ამ ცვლილებებს, რომელიც იყო სწორი გადაწყვეტილება. ამის შემდეგ ჩვენ გებულობთ რომ ეს არ არის საკმარისი და უნდა ექვემდებაროს პრემიერ-მინისტრს. ჩვენ დამატებით მე პირადად წარმოგიდგენთ იმ არგუმენტებს, რაც ამყარებს ჩვენს წინა და ეხლანდელ პოზიციას. მაგალითისთვის ვიტყვი რომ საპროკურორო საბჭოში არის წარმოდგენილი 8 წევრი ადვოკატი, რომელსაც ირჩევს პროკურორთა კონფერენცია და ისინი წარადგენენ კანდიდატს გენერალური პროკურორის. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის 11 წევრი 15-დან მოსამართლე. შესაბამისად ეს ხალხი დაკომპლექტებულია და ორგანოები დაკომპლექტებულია საბჭოები იმ კადრებით, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას და აქვთ ყველაზე დიდი ესე ვთქვათ ინფორმაცია, ცდომა, გამოცდილება სწორედ იმ ორგანოს მიმართ, სადაც ხორციელდება აღნიშნული საქმიანობა როგორც იუსტიციის საბჭოში, ასევე პროკურატურაში. შესაბამისად მე ვერ ხვდები რატომ გახდა აუცილებელი ამ ცვლილების დღის წესრიგში დაყენება იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ. ჩვენ ბუნებრივია უნდა გავითვალისწინოთ ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, სადაც მე-6 მოხში მითითებულია სამართლ, რომელიც მოითხოვს, მე-6 მოხში მოითხოვს ეფექტიანად დამოუკიდებელ დაცვას. ჩვენ არ ვამბობთ ჩემი პოზიცია და ბუნებრივია ყველა ჩვენი კოლეგების რომ დამოუკიდებლობა საფრთხე არ შეექმნება, არ შექმნილა არასოდეს იურიდიული დახმარების სამსახურში და ვერავინ ალბათ ვერ მოიყვანს ვერც ერთ პრეცედენტს, რომ რაიმე სახით დამოუკიდებლობა შეექმნა საფრთხე, თუმცა სისტემურად დაქვემდებარების პრობლემა და ვფიქრობ ამიტომაც გვაქვს ეს პოზიცია, რომ არ არსებობს ამის აუცილებლობა. როდესაც საუბრობთ, რომ შესაძლოა იყოს დაქვემდებარებული პრემიერ-მინისტრთან მეთეროში აღნიშნული სამსახური, იმ შემთხვევაში თუ დაცვის განხორციელებაზე იქნება უარი და ამის თაობაზე იქნება ასე ვთქვათ საჩივარი შეტანილი, ვინ უნდა იყოს ბატონო ვარჩილ მოპასუხე პირი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ექვემდებარება აღნიშნული სამსახური და ანგარიშვალდებულია პროფესორად იურიდიული დახმარების სამსახური, თუ თვითონ დირექტორი, რომელსაც დანიშნავს პრემიერ-მინისტრი. ბატონო? ცოტა ინტერაქციაც რო გქონდეს, იმიტომ რომ ბოდიშ ვიხდი, გადავუხვევ რეგლამენტს თუ შეიძლება. აი მაგალითად თქვენ რო ბრძანეთ, რომ თუ დაცვაზე უარი იქნა გამოტანილი გადაწყვეტილი. ამ შემთხვევაში ვინ არის მოპასუხე მხარე? დღეს მოცემული რედაქციით. ამ შემთხვევაში როგორც ვიცი არის დირექტორი. დირექტორი. სადმე წერია ჩვენს წარმოდგენილ კანონპროექტში, რომ დირექტორი აღარ იქნება? სწორედ ეს მინდოდა მეკითხა. ნახეთ, კიდევ ერთხელ ვახსნათ, რომ მოქმედ რედაქციაში წერია, რომ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარის იურიდიული დახმარების სამსახური. როდესაც მაგალითად დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, ან არასათანადოდ გაეწია, ან ადვოკატმა არ შეასრულა მათზე დაკისრებული ვალდებულება, როლს ხომაზე არ გამოცხადდა. აქ პასუხისმგებლობის დამდგენი ვინ არის? ვინ არის მოპასუხე მხარე? საქართველოს პარლამენტი თუ დირექტორი? პარლამენტი არ არის დირექტორი. დირექტორი. კარგით, ახლა იგივე საკითხი რომ გადმოვიტანოთ ახალი ცვლილებების შემდეგ. როდესაც პრემიერ-მინისტრს უნდა წარუდგინოს ანგარიში დირექტორმა მხოლოდ და დამნიშნავი არის პრემიერ-მინისტრი, ამ შემთხვევაში რატო იცვლება დირექტორის ვალდებულება, დირექტორის უფლებამოსილება, ან რატომ უნდა იყოს, რატო აღარ იქნება იგივე უპასუხე? დიახ, კითხვა მქონდა მე, თუ ესია რომ იქნება დირექტორი პასუხისმგებელი, ძალიან კარგი. ნახეთ, საერთოდ არ ვეხებით ამ საკითხს. და კითხვის რატო სოთო მაგას როგორ გაკეთებთ? უბრალოდ არ ვეხებით საკითხს. ზუსტად იგივენაირად რჩება ადვოკატის საქმიანობა რაც არის მათ შორის თუ მაგალითად რა ვიცი ინტერესთა კონფლიქტი ქონდა ან მაგალითად ეთიკა დაარღვია
ადვოკატმა ხო შეიძლება რაც ვრცელდებოდა ადვოკატზე ზუსტად იგივე გავრცელდება რა უფლებამოსილებების ჰქონდა ადვოკატს ზუსტად იგივე უფლებამოსილებებს რჩება რა უფლებამოსილებების ჰქონდა დირექტორს იგივე უფლებამოსილებები არის განსაზღვრული წარმოდგენილი ცვლილებებით მცირე კორექცია არის უბრალოდ ეს არის მიმართული ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელებასთან მენეჯმენტთან არის განხორციელებული და მიმართული და არა კონკრეტული ადვოკატის საქმიანობასთან და სულ ამ კითხვას ვამდა უბრალოდ პასუხი მართლა ვერ მოვისმინე აი მართლა მჭირდება თქვენგან პასუხი არა მესმის ხო სხვებისგან იყო რა მნიშვნელობა აქვს ვისგან იყო და თულად ისმეს ვისგანაც იყო ვისაც დაუსვის კითხვა რომ მართლა მაინტერესებს თუ დირექტორს უფლებამოსილება არ აქვს კონკრეტული ადვოკატის საქმიანობაში ჩაერიოს. მაშინ დირექტორის დამნიშნავი თუ იცვლება, რანაირად არის შესაძლებელი რომ ისევ ეს სხვა პირის ერთი პირი თუ ნიშნავდა დირექტორს და იგი ვერ ჩაერეოდა ადვოკატის საქმიანობაში და ეხლა მეორე პირი დანიშნავს აღნიშნულ დირექტორს და ეს რატო ქმნის ადვოკატის საქმიანობაში ჩარევის საფრთხეს ან შესაძლებლობას. როცა დირექტორის უფლებამოსილებები ამ კუთხით საერთოდ არ იცვლება. ნახეთ მე ჩარევაზე არ საუბრობ ბატონ ვარშილი და დავაფიქსირე ჩემ პოზიციას არც მომხდარა და ალბათ არც მოხდება. აი ეს პასუხი მინდოდა რომ გამიგო თქვენგან. ხო, ამ ხრივ ამ მართულებით არ საუბრობ. იმპირების გასაგონად ვინც ადვოკატების სახელით საუბრობენ და რეალურად გასაგებია. გავაგზავნეთ თქვენს რა საუბრობენ გასმართის. დამატებით მინდა მოგახსენებთ რომ მე ვისაუბრე წინა პირველ მოსმენაზე რომ ამ სამსახურის მოდელი გადაქონდა არაერთ ქვეყანას და 2018 წელს გაიმართა შეხვედრა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან 270 დელეგატი იყო მოწვეული. რამოდენიმე ქვეყანამ ამ ესე რომ ვთქვათ სამსახურის მოდელი გადაიყო და შესაბამისად მიიღო ინფორმაცია თუ როგორ ფუნქციონირებს, რაც იყო გამართული და დღესაც არის გამართული. ასევე თქვენ ბრძანეთ წინა მოსმენას ბატონ ვარჩილომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების კონტროლი ესე რომ ვთქვათ, უნდა განხორციელებულიყო მაქსიმალურად და ამის პრეცედენტი არ ყოფილა. რომ რაიმე სახით დაირღვა რაღაც ამდაგვარი მოხდა, თუ ამას ადგილი ექნება სამომავლოდ ბუნებრივი არსებობს აუდიტის სამსახური და ეს ვფიქრობ სულად აღმოფხრის ამ პრობლემას. ასევე მინდა მოგახსენოთ რომ მე უბრალოდ სურს მივიღო ინფორმაცია თქვენგან რამ განაპირობა ის რომ არიარსებებს საბჭო, როდესაც ჩვენ ქონდა პოზიცია რომ უმეტესობა უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ადვოკატების იყო სახალხო დამცველის აპარატიდან 3 წევრი და 7 წევრი იყო დაკომპლექტებული იურისტებით, ადვოკატებით აღნიშნული საბჭო დღეს რამ გამოიწვია ამის მიზეზად რა შეიძლება დაასახელოთ რომ საერთოდ აღარ იარსებებს როგორც გავიგე საბჭო არც გენერალური პროკურორი იქნება წარმოადგენელი და ამაზეც იყო მსჯელობა, არც წარმოადგენელი იურიდიული დახმარების სამსახურიდან და მე მაშინაც გითხარით რომ ეს ძალიან ეფექტური და კარგი იყო რომ ყოველდღიურ საქმიანობაში არსებულ პრობლემებზე ყოველდღიურად მიქონდა პერიოდულად ინფორმაცია აღნიშნულ წევრს და ეს ძალიან ეფექტური იყო და მოქნილი იყო. დღეს ვისმენთ რომ საერთოდ არ იარსებებს საბჭო. აი ეს რამ გამოიწვია იქნება ამაზე განმარტო. კი ბატონო. ეს იყო განპირობებული. კეთილი გთხოვთ ბატონო მოგესალმებით, მივესალმებით ამ საზოგადოებას. თქვენის ნებართვით კითხვაც მექნება და კომენტარიც თუ შეიძლება, თუმცა როგორც პირველ შეხვედრაზე პირველი მოსმენით როცა იხილებოდა, მე მინდა ისევ მადლობით დავიწყო, მადლობა ამ სამსახურის თითოეულ ადვოკატს, რომელნიც ტიტანურ შრომას ახორციელებენ ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეებისათვის და მე მათ ყოველთვის მადლობით დავიწყე. წარმატება მინდა რომ უსურვო და მადლობა თქვენს რომ ამ მიმართულებით აღნიშნეთ. ასევე ძალიან მოხარული ვარ ბატონო არჩილ და მე ეს საკითხი პირველ მოსმენაზე დამეთანხმებით ბატონო რატი თქვენ უწყებოდით შეხვედრას დავიწყე სწორედ იმ საკითხით, რაც ჩემთვის როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისთვის არის უნიშნელოვანესი ეს არის რომ რაიმე ტიპის, რაიმე სახის, თუნდაც ჰაერში აზრებს და იდეებს არ კონდეს ადგილი ადვოკატთა ასოციაციის ერთიანი კონსტიტუციური სტანდარტით დადგენილი ფორმის მიმართ და ადვოკატთა საქმიანობის დამოუკიდებლობის პრინციპთან დაკავშირებით. მე ძალიან მოხარული ვარ თქვენ დღეს კიდევ უფრო თამამად მოიხსენიეთ შეფასებები იმ ჭრილში რომ საკითხი ადვოკატთა ასოციაციის რაიმე სახით
ერთიანობის კონსტიტუციური სტანდარტის მიმართ კითხვების არსებობა არის ტყუილი და ამაზე არც არასდროს არავინ არ დაფიქრდება. ესაა მნიშვნელოვანი გზავნილია ჩემთვის და ამას მეც ვაფიქსირებ. წარმოუდგენელი ადვოკატთა ასოციაცია აღმოჩნდეს რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტის გამგებლობაში, მის სისტემაში. კი ბატონო, წარმოუდგენელია და მეც ამას წარმოუდგენლად მოვიხსენებ. მიუხედავად ამისა, რომ მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვა მოწყობა არის საერთოდ. გიდასტურებთ, თუმცა საქართველოში წარმოუდგენელია და ჩვენ ამაზე ეს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფრო. ჩვენ ამაზე ვთანხმდებით. და მათ შორის იურიდიული საკითხთა კომიტეტი იყო უკაცრავად შეგაწყვეტილეთ, რომელიც აღნიშნული ჩანაწერიდან გამომდინარე იცავდა ადვოკატთა ასოციაციას სულ რამდენიმე წლის წინ. როდესაც აღნიშნული კონკრეტული ნორმა იყო გასაჩივრებული საკონსტიტუციო სასამართლოში და კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენი კომიტეტის თანამშრომლებს. კეთილი. და ის გადაწყვეტილებაც საბოლოო ჯამში სწორედ ადვოკატთა ასოციაციის ერთიანობის სასარგებლოდ არის გამოტანილი. ერთი ნიუანსი ასევე რაც მე წინა შეხვედრაზეც აღვნიშნე და დღესაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენ გვისმენთ საზოგადოება, ძალზედ მნიშვნელოვანი არის ადვოკატის საქმიანობის დამოუკიდებლობის პრინციპის ცალსახად დაცვა. ამაზეც ყველანი თანხმდებით. თუმცა წინა შეხვედრაზე მათ შორის მეც დავაფიქსირე აზრი და ამაზე ჩვენ ადვოკატთა ასოციაციაში გვაქვს ნამშელი ბატონო არჩილ და ხართ თქვენ ინფორმირებული მოდელი რა მოდელიც არსებობს ამ ეტაპზე ჯერჯერობით კანონის მიხედვით პარლამენტის წინაშე დაქვემდებარება ჩვენ ამ მოდელს ხარს უჭერთ, არაფერი ამ მოდელის მიმართ საწინააღმდეგო არ გვაქვს და თუ მაინც და მაინც მოდელებზე შეიძლება ვილაპარაკოთ, მე კიდევ უფრო უკეთესი მოდელიც მინდა გითხრათ, რაც იყო სხვათა შორის საქართველოში 2005 წლამდე. მე რამდენადაც მახსოვს და ეს რეგულირებული იყო, ისევე როგორც სხვათა შორის ამ ბევრ ევროპულ ქვეყანაში არის, იურიდიული დახმარების სერვისს ადვოკატთა ასოციაციები ახორციელებენ. ეს ყველასთვის კარგად ცნობილი არის, არ არის ყველა ქვეყანაში, მაგრამ რამდენიმე წარმატებულ მოდელში ესე არის და სამწუხაროდ მაშინ გარკვეული ორგანიზაციების ჩართულობით და იმ ეტაპზე არსებული საპარლამენტო ხედვით დაიწყო მე ამ სამსახურის ისტორია, ისტორიის შემთხვევაში ნაბიჯ-ნაბიჯი მძიმე პერიპეტიებს აღარ შევეხები, რაზეც მე წინა შეხვედრაზეც მქონდა საუბარი, რომ უსწორო ადგილას იყო ყოველთვის ეს სამსახური, მათ შორის ჩარევასაც ჰქონდა ადგილი ადვოკატის საქმიანობაში, ამაზე სასამართლო პრაქტიკაც არსებობს და აქედან გამომდინარე იდეის დონეზე ახლა დღეს ეს არ იხილება, მაგრამ ადვოკატთა ასოციაცია ამ მიმართულებით ყოველთვის მზად არის, რომ და ეს შეიძლება იყოს მე საბოლოო ჯამში სწორი მოდელი და სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით მე მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც გავუზიარებ მოსაზრებას, რომ რაღაცა ეტაპზე შეიძლება ადვოკატთა ასოციაცია გახდეს კიდეც შემსრულებელი ამ ფუნქციის, იმიტომ რომ აქ ყველა კითხვა გამორიცხული იქნება, ფინანსები ისე კონტროლზე ექვემდებარება, იმიტომ რომ პირველ მოსმენაზე მათ შორის იყო აქტიური საუბარი დასაბუთებაზე, რამ განაპირობა, რომ ფინანსების მონიტორინგის ამ შემთხვევაში უკეთეს მოდელად არის წარმოდგენილი ის ცვლილებები, რაც არის დღეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მიდგომა ადვოკატთა ასოციაციის კიდევ უფრო აქტიური ჩართულობის ამ სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებით საუბრობთ შეიძლება ასევე იყოს სასაუბრო თემატიკა. რაც შეეხება საბჭოს, მე ძალიან მოხარული ვარ, ჩვენ წინა შეხვედრაზე გქონდა ამაზე საუბარი და გაითვალისწინა პარლამენტმა, რომ გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი ნამდვილად იყო გენერალური პროკურორის ჩართულობა საბჭოში, უფრო მეტიც ჩვენ იმაზეც ვისაუბრეთ პირველ მოსმენაზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩართულობაც გარკვეულ კითხვებს აჩენს, იმიტომ რომ ამ სამსახურის ადვოკატები ახორციელებენ კონკრეტულ დაცვას, სადაც მოპასუხეთ გამოდის როგორც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა, ასევე მეორე სახელმწიფო სტრუქტურა, ამ მიმართულებით რომ ეს ინსტიტუციები აღარ იქნებიან დირექტორის დანიშვნაში ჩართული, ეს ნაბიჯი სწორია, თუმცა ადვოკატთა ასოციაცია და ადვოკატის ამ შემთხვევაში ჩართულობის გარეშე ეს რო გაგრძელდება, ეს გარკვეულ კითხვებს აჩენს. ვისურვებდი და უკეთესადაც მიმაჩნია თუ იქნებოდა შესაძლებელი და ამაზე ჩვენ წინა შეხვედრაზეც აღვნიშნეთ რომ ხომ არ გაგვეფართოებინა ეს საბჭო მათ შორის ადვოკატთა იურიდიული სამსახურის ადვოკატის ჩართულობით და ამ აზრს დღესაც გიფიქსირებთ რა არის ამ შემთხვევაში შესაძლო ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად ადვოკატის ჩართულობისთვის ხელი შემწყობი. ერთი ნიუანსი ბატონო არჩილ და ამაზე ჩვენ ასევე გქონდა პირველ შეხვედრაზე საუბარი ვინ შეიძლება იყოს ამ
სამსახურის დირექტორი. მათ შორის იყო კოლეგების მხრიდან წარმოდგენილი მოსაზრება საკვალიფიკაციო წინაპირობებში ადვოკატის სტატუსის ქონა რამდენად შეიძლება იყოს აქტუალური. შეიძლება ამაზე ფიქრი და მსჯელობა, რაც დამატებით შეიძლება გახდეს იმისი წინაპირობა, რომ უფრო მეტად ამ შემთხვევაში მცოდნე და გამოცდილი პირი იყოს, ვინც სისტემა იცის და საადვოკატო საქმიანობაში ერკვევა. და ერთი ბატონო არჩილ, რაზეც მე მინდა ხაზი გაუსვა, ნებისმიერი რეფორმა უნდა ხორციელდებოდეს კონკრეტული გაუმჯობესების მიმართულებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ადვოკატების საქმიანობის გაუმჯობესებაზე ვაკეთებ აქცენტს და ალბათ მათ შორის გარკვეული კუთხით პრიორიტეტი ამ სამსახურის ადვოკატებისთვის არის, რომ მათი თუნდაც იგივე სოციალური უზრუნველყოფის პაკეტი, რაზეც ძალიან ხშირად იყო ხოლმე საუბარი, თვითონ ამ სამსახურის ხელმძღვანელობის ინიციატივაც იყო, კანონის პროექტის იდეაზეც იყო საუბარი, რომ ამ ადვოკატებს, ჩვენ კოლეგებს, დასაქმებულებს ამ სამსახურში შევუწყოთ ყოველმხრივ ხელი, რათა მათი ამ შემთხვევაში სოციალური უზრუნველყოფა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბატონო არჩილ, ჩვენ ამასთან დაკავშირებით დამეთანხმებით, რომ ადვოკატთა შესახებ მათ შორის კანონის პროექტის გარშემო ჩვენ ალბათ გაზაფხულზე დაუბრუნდებით საკითხთა წრეზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც შეიძლება თამდელ პაკეტში იყოს, რამდენად შეიძლება ჩვენ ამ სამსახურის ადვოკატების საქმეთა ნაკადი შევამციროთ. იმიტომ რომ ძალიან გადატვირთულები არიან. აი მაგალითისთვის რომ გითხრათ, სავალდებულო დაცვის საპროცესო შეთანხმებისა სავალდებულო დაცვის განხორციელების სტადიაზე ნათლად არის გასაწერი, როდის უნდა დაინიშნოს ამ სამსახურიდან ადვოკატი და ცალსახად რომ ეს უნდა იყოს ფინანსური მიუწვდომობის დროს დაცვის ქვეშ ყოფი პირის და არა ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ არის არაერთი შემთხვევა, როცა დაცვას იღებენ უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის პირები, რომელთაც ფინანსურად აბსოლუტურად ამამად შეუძლიათ კერძო ადვოკატის აყვანა. აქ მე მალაპარაკებს როგორც თავმჯდომარეს არა მხოლოდ იურიდიული დახმარების ადვოკატთა საქმეთა ნაკადის შემცირების ინტერესი, რომ ხალხის საქმიანობა კიდევ უფრო გაკეთილშობილდეს, არამედ ჩვენი წევრი ადვოკატების მათ შორის საქმიანობის ინტერესი, იმიტომ რომ იკარგება მათთვის მათ შორის შესაძლო პოტენციური მარწმუნებლები. აი ეს ერთობლიობაში კარგი იქნება თუ ამ საკითხთა წრეზე ჩვენ რაღაც ეტაპზე დავბრუნდებით და აქტიურად ვიფიქრებთ და ვიმუშაებთ. თუმცა გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ დამოუკიდებლობას და საქმიანობის პროცესში ამ სამსახურის ადვოკატებს ხელი არ უნდა შეეშალოთ და თუნდაც დირექტორს რაიმე სტრატეგიის შეთანხმების მოთხოვნაზე იდეა არ გაუჩნდეს და კონტროლი არ განახორციელოს ისეთი, რაც კანონსაწინააღმდეგო არის, ამ მიმართულებით ბერკეტის არსებობათ მიმაჩნია, მათ შორის იგივე საბჭო, ან რაიმე ფორმით ადვოკატთა ჩართულობა, რამაც შეიძლება რომ ეს შესაძლო რისკები კიდევ უფრო გაანეიტრალოს. მესმის რომ ძალიან ბევრი საკითხი წამოვწიე, მადლობა შესაძლებლობის მოცემისთვის და ჩვენ ვრჩებით რა თქმა უნდა ამ პროცესში ადვოკატების საუკეთესო ინტერესების მხარდამხარ. კეთილი ბატონ გიორგის უნდა ასევე კითხვის დასმა, გთხოვთ რომ რეგლამენტში ჩავეტიოთ 2 წუთი, 9 წუთის დამატებით თუ შეიძლება. მოგესალმებით ბატონო არჩილ, მოგესალმებით თამშრე საზოგადოებაო. სანამ კითხვის ფორმულებაზე გადავალ თუ რა კითხვებიც მაქვს, მანამდე მინდა ერთ საკითხს შევეხო, რომ წინა სხდომაზეც და ამ სხდომაზეც გაჟღერდა ფრაზები, რომ ადვოკატებმა ეს განცხადება გააკეთეს, ის განცხადება გააკეთეს. გულწრფელად გეუბნებით, მე პირადად აღნიშნული განცხადებები აქ მოვისმინეთ თუ ვინმე გააკეთა, მაგრამ როგორც ალბათ ხო, როგორ? კლავიშების და კითხვა ხდება? არ არის პრობლემა, უბრალოდ დავამთავრებ და გამოვარდნილ. ხო, შესაბამისად მე ესე ვფიქრობ, რომ როგორც ჩემი პოზიცია ეს არის, რომ როგორც თქვენ ალბათ ყველა პოლიტიკოსის განცხადებაზე არ აგებთ პასუხს, ასე არის ალბათ ჩვენს ამ შემთხვევაში ჩვენსკენ ეს არის ალბათ იმედი ეს მომართული, იმიტომ რომ და ჩვენი პოზიცია რა არის ბატონო და ზუსტად ეხლა დავაფიქსირებ ამასთან დაკავშირებით ჩემ პოზიციას. ხო, აი გავაკეთე ბატონო.
მოგახსენებდა პრობლემა რომ ჩემი დროს რეგლამენტის რო დავზოგოთ და არ არის პრობლემა გავიაროთ ეს განცხადებებიც მე არ აქვს პრობლემა თუ ჩათვლით საჭიროდ. მე მაინტერესებს ბატონო არჩილ და დამცველებადობა ძირითადად ორი საკითხი. პირველი, ყოველთვის როცა კანონმდებელი რაღაცა კანონპროექტი შემოაქვს, იდეა, ამოსავალი წერტილი, ამოცანა აქვს, რომ ამ კანონპროექტის შედეგად უფრო ეფექტური იქნება რაღაცა და უკეთესი იქნება, ხო? ანუ გაუარესების მიზეზით არავის არ შემოგაქვს ყოველ შემთხვევაში, ხო, ლოგიკურად. უბრალოდ აქედან გამომდინარე, მე კონკრეტული პოზიცია წინა კითხვა, ესე თქვა, წინა მოსვლაზეც დავსვით და მაშინ ვერ მივიღე პოზიცია რასთან დაკავშირებით, რომ ეს ეხებოდა შემდეგ რაღაცას, რომ თუ დღეს არსებული საბჭოს ვაუქმებთ და არ იქნება, ასეთ შემთხვევაში რაღაცა კვლევა, მოცემულობა ხო უნდა არსებობდეს, რომ დაუშვათ რატომ იქნება უკეთესი. შესაძლოა გავიზიაროთ თქვენი პოზიცია თუ ესეთი რაღაცა კონკრეტული მყარი არგუმენტები არსებობს, მაგრამ ჩვენ ხო ადვოკატებს და აქ მარტო ერთი ადამიანის სახელითაც ხვალ საუბრობ, როცა თქვენ წინაშე ვარ. შესაბამისად, რატო თვლით, რომ დღეს არსებული 9 წევრისგან შემდგარი საბჭო დაუშვათ არის უფრო ნაკლებ ეფექტური, ვიდრე საერთოდ საბჭო რომ არ იქნება. ერთი საკითხი ეს მაინტერესებდა და მეორე საკითხი ბატონო არჩილ წინა კომიტეტზეც დავსვის კითხვა და ეხლაც გავიმეორებ. ბატონმა ირაკლიმ თქვა რომ როცა საერთოდ იურიდიული სამსახური იყო ოდესღაც როცა ის ადვოკატთა ასოციაციასთან ფუნქციონერებდა დღეს არსებული საბჭოში არის რამოდენიმე ადვოკატი ერთი თვითონ იურიდიული დახმარების სამსახურიდან მეორე ადვოკატთა ასოციაციიდან წარმოდგენილი ადვოკატები და დღეს როცა საბჭო თუ აღარ იქნება ბატონო არჩილ ამ შემთხვევაში კიდე უფრო მეტად აუცილებლობას ხომ არ წარმოადგენს ის რომ ზუსტად მაშინ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი მაინც იყოს ადვოკატი, რომ მისთვის თუ არც საბჭოში არ იქნება, რომელიც ფიზიკურად არ იარსებებს საბჭო ისეთი ადამიანი, ვინც იმ პრაქტიკულ პრობლემებს მიაწოდებს დირექტორს, რომელიც შეიძლება ადვოკატს აწუხებდეს. ასეთ შემთხვევაში მაშინ ამით მაინც დაბალანსდებოდა ეს საკითხი, რომ დირექტორი მაინც ყოფილიყო, ესე ვთქვათ, ადვოკატი, რომელსაც, იმიტომ რომ დღეს არსებული პროექტით შესაძლოა ადამიანმა, რომელსაც ეხლა ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, აი დღესაც კი არ იყოს ადვოკატი, კანონპროექტს დაუშვათ მიიღებთ კანონად, შემდგომ დაწეროს განცხადება და გახდეს კონკურსის შედეგად დირექტორი. ხო, ანუ არასოდეს ადამიანი, რომელიც ადვოკატი არ ყოფილა. და დღესაც მესმის, რომ დღეს არ არის ადვოკატი დირექტორი, ვინც არის, მაგრამ რაღაცებით ბალანსდებოდა. და ის ბალანსის მექანიზმები თუ არ იქნება, ამით მაინც იქნება დაბალანსდეს და რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით. მადლობთ. კეთილი მეტი კითხვები და მოსაზრებები არ არის, ბატონო არჩილ, გთხოვთ. მადლობა. პირველივე კითხვიდან დავიწყებ, რომ ანგარიშ ვალდებულებასთან დაკავშირებით არ არსებობს იმაზე უფრო მაღალი კანონი, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს კონსტიტუციის 54 მუხლში არის გათვალისწინებული ქალბატონო სოფო. ოღონდ 2026 წლის მდგომარეობით არსებულ საქართველოს კონსტიტუციაში და არა სხვა რედაქციაში, რომ ნებისმიერი პირი, რომელსაც მიმართავს საქართველოს პარლამენტის წევრი კომიტეტი, ვალდებულია, რომ გამოცხადდეს კომიტეტის ხდომაზე, დაესწროს და თავი დასმულ კითხვებზე გასცეს პასუხი გინდა კომიტეტის ხდომაზე, გინდა პლენარულ ხდომაზე. აქ იგულისხმება, რა თქმა უნდა, საჯარო დაწესებულებები. ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში არა თუ წელიწადში ერთხელ მაგალითად იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა რომ გადაწყვიტოს, რომ თვეში ერთხელ მოუწმინოს იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელს, ეს ხელმძღვანელი იქნება ვალდებული, რომ გამოცხადდეს კომიტეტის ხდომაზე და ყველა კითხვას გასცეს ამომწურავი პასუხი. ესამისად აქ ანგარიშ ვალდებულებების შემცირების კუთხით არაფერი არ იცვლება. ეხლა რაც შეეხება ზოგადად არგუმენტებს და რატომ. კიდევ ერთხელ. მთავარი ამოსავალი წერტილი აქ არის ის კონსტიტუციური ლოგიკა, რა ლოგიკაზეც არის ზოგადად და უნდა იყოს მოწყობილი ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ როდესაც სახელმწიფო დაწესებულებები, საჯარო დაწესებულებები და იურიდიული დახმარების სამსახური საჯარო დაწესებულება არის, გამომდინარე იქიდან, რომ ბიუჯეტის ფულია გამოყენებული მისი საქმიანობისათვის და ადმინისტრირებისათვის. რადგანაც საჯარო დაწესებულება, მაშინ ეს საჯარო დაწესებულება რომელიმე კონსტიტუციური ორგანოს ან ხელისუფლების შტოს შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. ამ პრინციპზე არის აწყობილი ჩვენი კონსტიტუციური მთელი ლოგიკა.
და ზუსტად ამ ლოგიკიდან გამომდინარე, როცა ჩვენ გვაქვს სამსახურის სიპი, რომელიც არც ერთი სისტემის შემადგენელი ნაწილი არ არის და თავისი ფუნქციითა და არსით წარმოადგენს აღმასრულებელ ხელისუფლებას, აღმასრულებელი ფუნქციით არის უზრუნველყოფილი და ეს აღმასრულებელი ფუნქცია გულისხმობს სერვისის მიწოდებას და ეს სერვისი არის საადვოკატო სერვისი. სულით და ლოგიკურია რომ და ეს არის მთავარი არგუმენტი რომ იყოს საქართველოს მთავრობის ქუთქვეშ მის სისტემაში შემავალი ისევე როგორც არის არაერთ სხვა ქვეყანაში. და აქ რატომ რომ მთავარი არის რომ როდესაც სახელმწიფო თავის სახსრებს გადასცემს და ამავდროულად სახსრებს გადასცემს იმიტომ რომ სერვისი იყოს უზრუნველყოფილი და კანონით არის პირდაპირ გათვალისწინებული რა შემთხვევაში არის შესაძლებელი რომ პირმა მოითხოვოს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატის უშუალოდ მასში დასაქმებული პირის ან ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ჩართულობა მათ შორის როდესაც ეს არის სოციალური საკითხები და ამავდროულად დირექტორსაც აქვს შესაძლებლობა რომ მიუხედავად იმისა რომ კანონით არის გათვალისწინებული კონკრეტული კრიტერიუმები პირებისათვის ვისაც აქვს შესაძლებლობა დახმარება მიიღოს მასზე მეცე ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში შესაძლებელია ნამსჯელი იყოს და მათაც გაერცეს ასე მათ მიმართაც იყოს დახმარება განხორციელებული და ამ ყველაფერში როდესაც ბიუჯეტის თანხები არის გადახდილი ზუსტად ამ მართვის კოორდინაციისთვის სახსრების სწორად გამოყენების თვალსაზრისით და მხოლოდ ადმინისტრაციულ ნაწილში კიდევ ერთხელ ადმინისტრაციულ ნაწილში და რა ადვოკატის უშუალო ფუნქციების განხორციელებაზე რაიმე ზემოქმედების მიზნით მიზა შეწონილია რომ სამსახური იყოს და საქართველოს მთავრობის სისტემაში შემავალი. რაც შეეხება ანგარიშვალდებულებაზე მოგახსენებთ ამის გარანტია საქართველოს კონსტიტუცია არის და ამავდროულად ერთი მხრივ რასაც საუბრობდით თქვენგან ასეთი კითხვა იყო რამდენიმე კითხვას გავაერთიანებ რომ არსებულ მოდელში რამე პრობლემა არის თუ არ არის უფლებამოსილების განხორციელების ნაწილში რა თქმა უნდა არავითარი პრობლემა არ არის და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდით თითოეულ ადვოკატს რომელიც მოდი ამასაც ვიტყვით რომ სამწუხაროდ მიუხედავად იმისა რომ საქართველოს პარლამენტის მთავრობის გადაწყვეტილებით წლიდან წლამდე იზრდება იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუჯეტი მაინც ვერ არის უზრუნველყოფილი ისე თითოეული ადვოკატის ანაზღაურება როგორც მაგალითად ეს კერძო საქმიანობის დროს რომ ანაზღაურებული იქნებოდა პირდაპირ დისბალანსი აქვს რამდენად შევძლებთ სრულყოფილად რომ ეს დისბალანსი აღმოფხვრათ არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის რომ როგორც ბიუჯეტი იყოს მზარდი ასევე მაგალითად სოციალური გარანტიები და დავეთანხმებით ბატონო ირაკლი დაგეთანხმებით თქვენს ამ პოზიციაში ჩვენს ქონია ამ საკითხზე მსჯელობა მათ შორის იურიდიული დახმარების სამსახურის მოქმედ ხელმძღვანელობასთან ერთად რომ საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელოთ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში, რათა იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული ადამიანების სოციალური გარემო კიდევ უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი. კიდევ ერთ ვიტყვი რომ მნიშვნელოვანია უფლებამოსილების რა თქმა უნდა ზოგადად მათ შორის ისიც თუ ვინც შეიძლება გავრცელდეს ვინ შეიძლება მოითხოვოს ამ დახმარებით სარგებლობა და ეს არ არის მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეები აქ არის ადმინისტრაციული საქმეები და სამოქალაქო კუთხითაც არაერთ შემთხვევაში იურიდიული დახმარების სამსახური ეხმარება ხოლმე აღნიშნული საჭიროების მქონე პირებს რაც შეეხება კონკრეტული საკითხის თავის ადვოკატის საჭიროების მიტანას და მსჯელობას აქვე კანონში პირდაპირ არის განსაზღვრული თითოეულ ადვოკატს თითოეული საკითხის გადაჭრისთვის რა თქმა უნდა შეუძლია რომ მიმართოს დირექტორს და თუ ეს საკითხი არ გადაიჭრება პირდაპირ საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის მიმართვის შესაძლებლობა აქვს და რა არის იმაზე უფრო მეტი გარანტია რომ ადვოკატის საჭიროება და ზოგადად საქმიანობა იყოს მაქსიმალურად ერთი მხრივ კომფორტული და მეორე მხრივ ეფექტიანი, როდესაც მიმართვის საშუალება და მიმართვის ადრესატი საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის. რაც შეეხება საბჭოს შემადგენლობაში რომ არ იყოს თითოეულ არც ერთი კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით თუ რომელიმე ორგანოს წარმომადგენელი შეიძლება ჰქონდეს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი ამიტომ იყო რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება რომ ყველანაირი ინტერესთა კონფლიქტის გამოსარიცხად
იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება მოქმედ რედაქციის შემთხვევაშიც იუსტიციის სამინისტროსაც ეთქვა, როდესაც მინისტრის წარმომადგენელი, მინისტრს აქვს შესაძლებლობა რომ თავის წარმომადგენელი ყავდეს საბჭოში. მაშინ ამ მიმართულებითაც შეიძლება არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი, რაც გამორიცხულია, მაგრამ შეიძლება იგივე დაისვას, როგორც მაგალითად გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით იყო. როგორც მაგალითად თქვენ თომბძანეთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარმომადგენლებზე, წევრებზე იყო საუბარი, რომ ინტერესთა კონფლიქტი აქაც შეიძლება დადგეს. იგივე შეიძლება დადგეს მაგალითად სახალხო დამცველის წარმომადგენელზეც კი. ვიღაცამ შეიძლება აქედანაც კი მოვა სხური, რომ შეიძლება მაგალითად იყოს ისეთი საქმე, რომელსაც ერთი მხრივ სახალხო დამცველის წარმომადგენელი იცავს, ხოლო მეორე მხრივ იყოს იურიდიული დახმარების სამსახური ჩართული და აქაც შეიძლება თეორიული ინტერესთა კონფლიქტი იყოს დანახული. ამიტომ ეს ყველაფერი რომ არ იყოს, რომ გამოირიცხოს და აქ საუბარი არის რა არის ზოგადად საბჭოს უფლებამოსილებები და რა საკითხთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებებს. ერთი ეს არის რომ შეარჩევს და ირჩევს დირექტორს, კანდიდატს შეარჩევს და შემდეგ ირჩევს დირექტორს და შემდეგ არის ეს ნორმატიული აქტები, ბრჭყალებში ნორმატიული აქტები, რომელიც სახელმძღვანელო არის ზოგადად სამსახურისთვის, მაგალითად ეს არის საშტატო ნუსხა. მაგალითად არის სამსახურის სტრატეგიის შესრულების მონიტორინგის განხორციელება, მაგალითად წლიური ანგარიშის მოსმენა, ცენტრის საქმიანობის შესახებ ანგარიში და წინადადების მოსმენა საქმიანობის ოპტიმიზაციის თაობაზე. ყოველი საბიუჯეტო წლის ბოლოს დირექტორის ფინანსურ ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ ამტკიცებს ადვოკატის საქმეში ჩართვის პროცედურას, მნიშვნელოვან შრომის ანაზღაურების ოდენობასა და გაცემის წესს, სასტატო ნუსხაზე უკვე მოგახსენეთ სამსახურის დებულებას და ასე შემდეგ. ზუსტად იგივე უფლებამოსილებები რომ გქონდეს ახლა საქართველოს მთავრობას, როგორც მაგალითად აქვს, რა ვიცი, მაგალითად საჯარო რეესტრის მიმართ, რომელიც არის მთლიანად პასუხისმგებელი მთელ სამოქალაქო ბრუნვაზე, არა კონკრეტულად იურიდიულ დახმარებაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესი საკითხია, მაგრამ გაცილებით უფრო დიდ საკითხზე, როგორც არის მთლიანად სამოქალაქო ბრუნვა. და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ ჩაერევა, მაგალითად, ვერც მთავრობა და ვერც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვერ მიცემს ვერანაირ მითითებას საჯარო რეესტრის რეგისტრატორს, მაგალითად, კონკრეტული ბიზნეს ოპერაცია, მაგალითად, წილების რეგისტრაციაზე განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს, ან მაგალითად არ დაარეგისტრიროს. ან დაარეგისტრიროს და არა ვთქვათ, მაგალითად 50-50-ზე, მაგრამ 40-60, ასე რამე ხომ გამორიცხულია. ზუსტად იგივე შემთხვევა არის აქაც, რომ როდესაც საჯარო უფლებამოსილების განხორციელება და როგორც არ უნდა ვთქვათ, საჯარო უფლებამოსილების განხორციელება, ადვოკატის მომსახურების გაწევა, როგორც სერვისის გაწევა, ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ ადვოკატის საქმიანობა და ადვოკატთა გაერთიანება, როგორც ვთქვით, ამ საკითხით არავინ არ ეხება და ვერც ვერავინ ვერ შეეხება. კიდევ ერთხელ ხელსახად ვამბობთ, აქ საუბარია მენეჯმენტზე, საუბარია ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელებაზე, საუბარია მაგალითად ფინანსებზე, საშტატო ნუსხის დამტკიცებაზე, დებულების დამტკიცებაზე და ასე შემდეგ, რომელსაც გააკეთებს საქართველოს მთავრობა. თუ და რაც შეეხება კიდევ ერთხელ პრეტენზიების წარმოადგენას, პრეტენზიების წარდგენა და ან თავისი აზრის დაფიქსირება ადვოკატს შეიძლება არა თუ საბჭოს წინაშე, არამედ პირდაპირ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე და იგი იქნება უფლებამოსილი, რომ მაგალითად მიიღოს გადაწყვეტილება და თქვა დებულებაში ცვლილება შეიტანოს, მაგალითად საშტატო ნუსხის დამატებას თუ ფიქრობს, რომ გაიზარდოს, ან მაგალითად საქართველოს პარლამენტს მიმართოს და საერთოდ დაფინანსების გაზრდა გახდეს შესაძლებელი. დიახ, მე მგონი ვფიქრობ, ამოწურე თუ რამე კითხვას არ გავეცი? დიახ. კი, მესმის. შეიძლება პრინციპში შეიძლება უკაცრავად გამოყენებისთვის შესაძლებელია რომ ვფიქროთ ამ საკითხზე და პლეუსტომამდე გეტყვით ამ საკითხზე საზოგადოებასაც. უბრალოდ აქ ერთ-ერთი საკითხია, რომ ხომ არ იქნება ძალიან დავიწროვებული პირთა წრე, რომელიც შეიძლება დირექტორი გაჟდეს. მისთვის პოზიცია აბსოლუტურად, რომ ადვოკატთა საქმიანობასთან დაკავშირებული პირი უმჯობესია, რომ იყოს, მაგრამ ხომ არ მოახდენს
დავიწროებას პირდაპირ, რომელიც შესაძლებელია, რომ დირექტორი გახდეს როგორც მახსოვს მოქმედი დირექტორიც ადვოკატი არ არის? ხო, არ მახსოვდა. არა, მოქმედ დირექტორს გულისხმობ. მესმის. არა, მოქმედ დირექტორს გულისხმობ, როგორც ვიცი, მას არა, სხვა რამეს ვამბობ, ბატონო, სხვა რამეს ვამბობ. მე ვამბობ, მოქმედ დირექტორი ადვოკატი ეთქო. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ბატონ დავით სიმონიას აქვს ადვოკატო გამოცდილება და საადვოკატო საქმიანობით იყო დაკავებული, მაგრამ ეხლა აქვს თუ არა კონკრეტულად ეხლა მოწმობა იქ არ ვიცი კონკრეტულ შემთხვევაში. მაგრამ ხო. თა წლების განმავლობაში სამსახურში საქმიანობდა მოადგილის პოზიციაზე, როგორც მახსოვს. იმის წინა იყო, ხო, შეიძლება უბრალოდ ხო. მაგრამ ამ პიროვნებას ხო, რაც შეეხება რაც თქვენ ბრძანეთ, მე არ საუბრობ ესე ჰიპოთეტურ საკითხებზე და ადვოკატების განცხადებებზე, როდესაც საუბრობთ, მithumetes კიდევ ერთხელ ვთქვი, რომ ეს ჩემთვის არ არის მარტივი ამ განცხადების გაკეთება იმ პროფესიაში მყოფი პირებისადმი, რომელსაც ერთ პერიოდი მეც წარმოადგენდი. ამა თუ ინფორმით, პირდაპირ გეუბნებით, რომ არსებობენ ადვოკატები, რომლებიც გამოდიან საჯაროდ და აცხადებენ, რომ ადვოკატთა ასოციაციას დაუქვემდებარებენ იუსტიციის სამინისტროს თქო და ვერანაირ სბილშეფასებას აქ ვერ გამოვიყენებ. ასეთი ადამიანის გაკეთებული განცხადება არის ტყუილი და წრუპენდელობა. კეთილი, თქვენი შემოერთეთ კომენტარს გავაკეთებ მეც ბატონო არჩილ ვინაიდან საბჭოს იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭოს ფუნქცია მოვალეობებიაც პარალელი იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან და საპროკურორო საბჭოსთან და მოგეხსენებათ როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასევე საპროკურორო საბჭო ეს საკონსტიტუციო ორგანოებია, კონსტიტუციური ორგანოებია და ვფიქრობ რომ ხო არ არის რელევანტური ამ მიმართულებით იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭოს მათთან რაღაც პარალელი გავლება. არ არის ეს რელევანტური, ვინაიდან მით უმეტეს, როდესაც აი ამ საბჭოს თავისი უფლება მოვალეობები და ასე შემდეგ უფრო მეტი საერთოდ ჩვეულება კონკრეტულად ჩაბლონურად IP-ის გამგეობასთან უფრო მეტად აქვს, მოგეხსენებათ. ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციით, ამიტომ ვფიქრობ რომ ეს რელევანტური შედარება ნამდვილად არ არის. დაზუსტებები არ არის, ამიტომ გადავიდეთ მე-6-ე კარგით, დაზუსტებების თუ მიკროფონში არ ვიტყვით, ისე აზრი არ აქვს. ხალ ბატონ სოფოსაკ და ბატონო ირაკლი თქვენს გაქვთ დაზუსტება. კარგით, სოფო თქვენ გთხოვთ და მე ბატონს აქვს ასევე დაზუსტება. მადლობა ბატონ თავმჯდომარე. მაინც ვერ მოვისმინე არგუმენტი ის, რომ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული არის ნებისმიერი აღმასრულებელი ორგანო და არა მხოლოდ აგერ კონსტიტუციური ორგანოები გვაქვს, აგერ აუდიტის სამსახური, ვიცით, ამის შეხსენება არ მჭირდება. მე უბრალოდ არგუმენტი ვერ მოვისმინე. არგუმენტი ვერ მოვისმინე, რა ბრძანეთ? არა ერთი წუთით გასაგებია, მაგრამ გითხარით, როგორც აუდიტის სამსახური არის ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე და აგერ ბატონმა რატიმაც თქვა, რომ არ გავაიგივოთ ამ სახალხო დამცველის აპარატთან, რომელიც ასევე ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, ანგარიშვალდებულია. როგორ ანგარიშს წარუდგენს პარლამენტს? მე ამას გულისხმობ, დაქვემდებარებას არ გულისხმობ. ანგარიშს წარუდგენს პარლამენტს. რასთან დაკავშირებით წარუდგენს? უკაცრავად. ადამიანის უფლებების შესახებ წარუდგენს ანგარიშს პარლამენტს წელიწადში ერთხელ და არა სახალხო თავის დამცველი. საქმიანობის შესახებ, ხო ესე? რა ბრძანეთ? და არა თავის საქმიანობის შესახებ. არა, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების შესახებ. ისევე როგორც აუდიტის სამსახურის ეს მესმის, რომ ანგარიშს წარადგენენ. ანგარიშს რომ წარადგენენ. უფლებამოსილება სხვა არის. უკაცრავად, ბოდიში რა. არ არის გასაგები. არ არის გასაგები. ერთი წუთი. ერთმანეთში ნუაურებთ. თქვენ ურევთ ერთი წუთი, თქვენ ურევთ, ეხლა თქვენ თვითონ აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია. დამამთავრებინეთ ეხლა. ძალიან კარგად ვიცი, ვის რა ანგარიში უნდა წარუდგინოს რომელმა ორგანომ. გეკითხებით კიდევ ერთხელ, არც ერთი არგუმენტი არ მოგიყვანიათ. არც ერთი არგუმენტი. რატომ არ არის საკმარისი ამ სამსახურის გამართული საქმიანობისთვის ის არსებული
ფორმა რაც არის, რომ ის არის ანგარიშვალდებული მხოლოდ პარლამენტის წინაშე. ერთი წუთით. კიდევ აქვე მინდა თქვენ ბიუჯეტის თანხები ახსენეთ, რომ უკეთესად იმართებოდეს ბიუჯეტის ჩვენ ბიუჯეტთან ვაფინანსებთ ამ ხალხსო. თუ გაქვს რამე კონკრეტული მონაცემი, ან ინფორმაცია, რომ რამე არასწორად ხდებოდა აქამდე იქ ბიუჯეტის ხარჯვა, გაქვთ რამე ესეთ კონკრეტული ეს კითხვა მაქვს უბრალოდ მაინტერესებს. ერთი წუთით და აქვე თქვენთან თქვით რომ დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია. ერთი ამბავი მინდა გითხრათ ამ დროს აქ არიან ადვოკატები, რომლებიც ამ სერვისს სთავაზობენ მოქალაქეებს. მე როგორც მოქალაქემ, რომელსაც დამჭირვებია ადვოკატის მომსახურება, როგორც აქტიური მოქალაქე, ყოველთვის ვინტერესდებოდი, რას გვთავაზობდა საქართველოს მთავრობა. და ეს ხდებოდა წინა პრემიერის დროს, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერების დროს, ერთ დღეს აღმოვაჩინა, რომ დამბლოკა მთავრობის გვერდმა. მე ეს გავასაჩივრე და შემდეგ სასამართლოს გზით გიყვებით ახლა ამბავს. აღვიდგინე, ლოგიკას გიყვებით, როგორც მოქალაქე, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ რაღაცა საჩივარს საჭიროებს. და გიყვებით ახლა დამამთავრებინეთ აზრი და გაიგებთ. მოქალაქე, რომელსაც სჭირდება ადვოკატის მომსახურება, სახაზინო ადვოკატის მომსახურება, რომელიც სახაზინო, როგორც იურიდიული დახმარების მომსახურება სჭირდება, იურიდიული დახმარება სჭირდება, არა აქვს საშუალება დაიქირავოს კერძო ადვოკატი და მიდის ამ იურიდიულ სამსახურში. მაგრამ მას აქვს დავა სახელმწიფოს რომელიმე ორგანოს, რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ. მე გიყვებით ახმებს, მოქალაქეებს ხომ მიცნობ, ჩვენ ხომ მოქალაქეებისთვის გვინდა. და აქ რომ წერია, რომ დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერი. მე გეუბნებით მოქალაქის ახმა როგორია, ჩვენ ხო გვინდა რომ მეტ მოქალაქე მიიღოს ეს და მეტი თავისუფლების განცდა ქონდეს, მეტი დაცულობის. ჩვენ ხომ მოქალაქე ადამიანებისთვის გვინდა, რომ მეტმა მოქალაქემ გაბედოს და ითხოვოს ეს დახმარება, მიიღოს ეს სერვისი. ხომ ეს გინდათ ბატონო გიორგი თქვენ? ბატონ არჩილ, ხო გინდათ ეს ხომ ეს გინდათ? თუ ეს გინდათ, გეუბნებით რომ აი მოქალაქეების განწყობად. ჩვენ ხო არა გვაქვს დღეს ის ვითარება, რომ მოქალაქეები ესე იოლად ენდობოდნენ სახელმწიფოს. არ მოცემულობა გვაქვს ასეთი. არის შიში, აი შიში აქვს რაღაცა მე გეუბნებით ახლა მე ვუწევ დახმარებას, როგორც პარლამენტის წევრი ეს არ არის ჩემი პირდაპირ მოვალეობა, მაგრამ სარჩელებს უწერ, საჩივრებს უწერ ადმინისტრაციულ ორგანოებთან. მიხვდით რისი ახსნა მინდა, რომ მოქალაქეს მეტად ექნება, როგორ გიხართ, თავისუფლების განცდა, მეტად დარწმუნებული იქნება, რომ აი თუ უნდა რომელიმე მინისტრის წინააღმდეგ არასწორებასაც ხო არიღებთ? არა რას ბრძანებთ არა საჩივრებს წერო და არა ვეხმარები მოქალაქეებს და მე ვუხსნი რომ აი არის იურიდიული სამსახური იქნებ მიხვიდეთ აღიარებით ჩვენება აქვს აკრძალული ვეხმარები მოქალაქეებს როგორ რას მელაპარაკებთ ახლა რა არის აღიარებითი ჩვენება როცა მოქალაქეს ეუბნები რომ მას აქვს შესაძლებლობა მივიდეს იურიდიულ სამსახურში რომელსაც ჩვენ ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ და ვეხმარები ამაში საჩივარს წერო და მე როგორც ახლა რას ვეხმარები რომ დაწეროს ეს საჩივარი აი ამ ორგანოს მიმართოს იმ ორგანოს მიმართოს რომ აქვს შესაძლებლობა მოქალაქეს მელაპარაკები მიხვდით ახლა რას მელაპარაკები რა აღიარებათი ჩვენება და საერთოდ სასაცილო არის ახლა ეს საქმე ბატონო თავმჯდომარე ძალიან გთხოვთ უზრუნველყავით ეკოლოგიური ურთიერთობის შესაძლებლობა ამ კომიტეტში კი ბატონო შენიშნა თქვენს გეხებათ ხალბატონო დიახ მეხება და გიყვებით როგორც მოქალაქეების სახელით ვლაპარაკობდეთ ჩვენ აქ და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე თქვენი დაზუსტება გასაგები არის გთხოვთ ბატონო ზაქრო ნული არგუმენტი მოვისმინე აქამდე ხალბატონო გთხოვთ ბატონო ზაქრო ახსენებ ჩვენს პოზიციას ბატონო არჩი თქვენ ისაუბრეთ ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით რომ აღმოიფხვრას ინტერესთა კონფლიქტი ამიტომ მიიღეთ გადაწყვეტილება და საბჭო ამ კანონპროექტს საფუძველზე აღარ იარსებებს ჩვენ წინამოსმენაზე განვიხილეთ საკითხი და სადაც რეალურად ჩანდა და აშკარა იყო ინტერესთა კონფლიქტი გაითვალისწინეთ და ეს პრობლემა აღმოიფხვრა ამის მიღმა მე ვეღარ ვხედავ ინტერესთა კონფლიქტს ასევე ბრძანეთ თქვენ რომ პრეტენზიის ქონის შემთხვევაში თანამშრომელი წარადგენს თავის პრეტენზიას პრემიერთან მაგრამ მე ვფიქრობ ეს არ იქნება ეფექტური რადგანაც დაუბრუნდეთ ისევ საბჭოს პრეტენზიებს
ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებით წარადგენდა საბჭოში, წარადგენდა თანამშრომლის მეშვეობით და მე რომ ვახსენებ ხშირად უკვე მე რამდენად ვახსენებ რომ ყოველდღიურად პერიოდულად მიკონდა ინფორმაციები, სწორედ იქ არჩეული ერთ-ერთი თანამშრომლის, როგორც მე ვიყავი იქ არჩეული საბჭოში, ან თანამშრომლის საშუალებით წარადგენდა პრობლემების თაობაზე ინფორმაციას, რაც არსებობდა, ეს უფრო ეფექტური და მოქნილი იყო. ის რომ ეხლა დაუშვათ ზედმეტი დატვირთულობა აქვს ადვოკატთა პრემიერთა წარადგინოს განცხადება ან კუთვნილი შეუძლება არ მისცეს, ფიქრობ ეს ვერ იქნება მოქნილი და ალბათ არც ერთი პრეცედენტი არ იქნება სამომავლოდ, რომ რაიმე პრეტენზიასთან დაკავშირებით პრემიერთა წარადგინოს განაცხადი. ყველაზე კარგი იქნებოდა ის თუ დარჩებოდა საბჭო და იმ საბჭოში განიხილებოდა აღნიშნული საკითხები. რაც შეეხება საბჭოს ბატონ რატი, ჩემს პოზიციას მოგახსენებთ, გასაგებია მე გითხარით რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და საპროკურორო საბჭოში არის უმეტესობა წარდგენილი, ჩემი პოზიცია ის იყო რომ რადგანაც იქაური სიტუაცია უფრო კარგად იციან პროკურორებმა, კარგად იციან მოსამართლეებმა. სწორედ ამიტომ არის ის ხალხი იქ, ვინც უფრო კარგად იმჟელებს და განშის იმ საკითხებს და არსებულ პრობლემებს, რაც შესაძლოა ამ ორგანოებში იყოს. ამიტომ იქნებოდა კარგი და ვფიქრობ გამონაკლისი არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში ადვოკატთა ნაწილი საზოგადოებრივი ადვოკატები და იურიდიული დახმარების სამსახური და იქაც უნდა არსებობდეს საბჭო. მადლობა. ეთილი ბატონ ვარჩილ სანამ პასუხებზე გადახვიდეთ ერთი კომენტარი მინდა გავაკეთო გარკვეულწილად ამ საკითხს სტომაზე შევეხე, მაგრამ ვინაიდან მეორდება, ფიქრობ რომ აუცილებელი არის უპასუხოთ, უბრალოდ საზოგადოებას წარმოადგენდა რომ კონდეს იურიდიული დახმარების სამსახური საპარლამენტო ანგარიშებიდან გამომდინარე. 2016 წლიდან ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი და ყოველთვის ისეთ კომიტეტში მუშაობდი, რომელიც განიხილავდა იურიდიული დახმარების სამსახურის ანგარიშს. და მაგალითად ბოლო 8 წლის მაგალითი რო ავიღოთ, იურიდიული დახმარების სამსახურის ანგარიში ბოლო 8 წლის განმავლობაში 16 ჯერ იქნა ორ კომიტეტზე ჯამში განხილული. ამ 16-ის ხდომიდან ოპოზიციას 8 კითხვა არ აქვს ჯამში დასმული. და ბოლო ანგარიშები იყო მაგალითად შემოდგომო სესიაზე და არც ერთი კითხვა ოპოზიციას არ დაუსვამს, არც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში და არც იურიდიული საკითხთა კომიტეტში. უბრალოდ ეს აჩვენებს ინტერესს სინამდვილეში ამდენად ინტენსიური იყო, ან საერთოდ არ იყო ამასთან დაკავშირებით, როდესაც ანგარიშის განხილვის დროს მონაწილეობას არ იღებს კონკრეტული სუბიექტი. ასე რომ ეს ბევრი რამის მეტყველია. ახლა გთხოვთ თქვენ პასუხებისთვის და შემდეგ უკვე უნდა გადავიდეთ მე-6 პუნქტს. აბა სხვა ოპოზიციაზე როგორ მთხოვთ პასუხს ვიღაცაზე? მე რატომ მთხოვთ პასუხს? აბა ნუ ზოგადად ხვები თუ არ ცუდად იქცეოდენ, მე ვარ დამნაშავე? ვიღაც თუ ცუდად იქცეოდა ახლა. მადლობა. კიკი, რაც შეეხება თქვენს კითხვას საბჭოს წევრობასთან დაკავშირებით, ახლაც ხო შეუძლია რომ ადვოკატს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით არა მხოლოდ ასოციაციის წევრის მეშვეობით, არამედ თვითონ მას ინდივიდუალურადაც მიმართოს და რა საკითხებიც თქვენ დაასახელეთ იდეაში უკაცრავად ეს შესაძლებელია დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ამ კუთხით, იმიტომ რომ ეს არაეფექტიანად ახორციელებს მის უფლებამოსილებას. და ეს არის თუნდაც კანონში განსხვავებული. მაშინ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ დირექტორმა უნდა შეასრულოს ადმინისტრაციული ფუნქციები კანონის შესაბამისად და განუხრელად, თუ იგი მაგალითად არაძლევს ადვოკატს შესაძლებლობას შეებულებაში გავიდეს და ასეთი საქმეები ბევრია, ან ადვოკატის უფლებებს არ ხვევს, ეს მისი გათავისუფლების საფუძველი იქნება სიპების შესახებ კანონიდან გამომდინარე. ბოდიში. ხოლო რაც შეეხება გალბატონისოფოს კითხვებს, რაც კითხვები არ იყო, ეს იყო ზუსტად შეფასება და არგუმენტებს ჩემ გამოითხოვდა მე არგუმენტები გავაჟღერე და ვფიქრობ საზოგადოებაც კარგად გაიგო, რისთვისაც გეკეთება ეს ყველაფერი. რაც შეეხება საზოგადოების სახელით საუბარს, უბრალოდ თქვენს ადგილას თავს შევიკავებთ. ჯერ ლეგიტიმურობა, არალეგიტიმურობა ვერ გადაგიწყვეტიათ და საზოგადოების სახელით როგორ ვლაპარაკებთ. კეთილი, მადლობა ბატონო არჩილ, ვაგრძელებთ. მე-6 პუნქტთან დაკავშირებით ხომ არ არის ცვლილებები? ესეც ამოღებულია, რამდენადაც ხვდები. მე-16 მუხლს ეხება მე-6 პუნქტი. მე-7 პუნქტთან დაკავშირებით, მე-8 პუნქტთან დაკავშირებით, მე-9 პუნქტთან დაკავშირებით,
მე-10 პუნქტთან დაკავშირებით ეს არის 22 პრიმა მუხლის რედაქცია. მე-11 პუნქტთან დაკავშირებით შემდეგ გვაქვს უკვე მეორე მუხლი, მეორე მუხლთან დაკავშირებით ხომ აქვს ურთ რაიმეს თქმა და მესამე მუხლი. ასევე არ არის შენიშვნა მოსაზრებები. ჩვენ ძირითადი კანონის განხილვა დავასრულეთ და ვაგრძელებთ ახლა თამდევ საკითხებს. მომდევნო არის ადვოკატთა შესახებ, საქართველოს კანონის ცვლილებების შესახებ. პირველი მუხლის აქ მოხლებულად გავივლით. პირველი მუხლის ხო არის ბატონო არჩევნების მოსაზრებები. მეორე მუხლი ამოქმედების ვადებს ეხება. ასევე არ არის საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ. პირველი მუხლი აქაც საბჭოსთან დაკავშირებული საკითხები არის. მეორე მუხლი, კი ბატონო, აქ იგივე ხასიათის სრულებებია თამდე ყველა ინიციატივაში. შემდეგი არის უკვე საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში, ანალოგიურად პირველი და მეორე მუხლი და ბოლო არის უკვე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის სრულებების შეტანის შესახებ, პირველი მუხლი, მეორე მუხლი, სრულებები არ არის. დასკვნითი სიტყვის ხომ აქვს სულ ბატონო არჩილ? ორი სიტყვით ვიტყოდი რომ კიდევ ერთხელ უდასტურებთ პატივისცემას ადვოკატთა კორპუსს კიდევ ერთხელ მადლობა მათი გაწეული საქმიანობისთვის იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებსაც ანალოგიურად და კიდევ ერთხელ ამით სამსახურის თანამშრომლებთან დაკავშირებით არავითარი ცვლილებები კანონში არ არის გათვალისწინებული. აქ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ დირექტორზე და ადმინისტრაციული მართვის ფუნქციების კონსტიტუციურ ლოგიკურობაში ჭრილში განსაზღვრის თაობას. დანარჩენს კიდევ ერთხელ ყველას უწოდეთ და ვთხოვდი, რომ რაც არ არის კანონ პროექტით გათვალისწინებული, რაც არ არის კანონით გათვალისწინებული, რაც არ არის მიზანი და ამაზე ტყუილებს აუცილებლად თავი შეიკავონ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო არჩილ, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ექნებოდა იმ პირების, ვისაც მართლა საინტერესებს ეს საკითხი, ჩვენი საკომიტეტო განხილვა, თქვენი მოსაზრებები თითოეულ იმ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომლითაც ვფიქრობ, რომ აღნიშნული კანონ პროექტი კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა და კიდევ უფრო საინტერესო გახდა. ეს საკითხი განხილული არის, ეხლა ჩვენ უნდა გადავიდეთ მეორე საკითხზე, რომელსაც მე წარმოგიდგენთ, ამიტომ ბატონ ალვოდას მინდა ვთხოვო, რომ გააგრძელოს ჩვენი კომიტეტის ხდომა. ვაგრძელებთ კომიტეტის სხდომას, კოლეგებო. შემდეგი საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების რატი იონათამიშვილის, თქვენი მონამორჩილის, ზურაბ კადაგიძის და სხვათა მიერ კანონ პროექტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. და ბატონი რატი მოგახსენებს, გთხოვთ ბატონო რატი. დიახ, მადლობა ბატონო ალუდა, ვინაიდან აღნიშნული ინიციატივა ჩვენ უკვე ორ კომიტეტზე გქონდა გატანილი, ასევე ან ზეგ უფრო ხარ არ მგონია, მაგრამ მიმდებარე სასესიო კვირას უკვე პენალური სხდომის ფორმატშიც ვიმსჯერებთ თქვენის ნებართვით სიღრმისეულად აღარ ჩავყვები ამ ინიციატივას. ძირითად პრინციპებზე ვისაუბრებ, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონში ცვლილებებს და ეს არის ვებ და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის ორგანიზების, ესე ვთქვათ, და უზრუნველყოფის საკითხი. ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, მათ შორის კონვენციის მე-9 მუხლის ზოგადად მისაწვდომობის იმპლემენტაციისათვის და ძირითადი ბენეფიციარები, რა თქმა უნდა, არიან უსინათლო და მცირემხედველი ადამიანები, თუმცა მიუხედავად ამისა, ცვლილებები საბოლოო ჯამში თითოეულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შეეხება და მათთვის კიდევ უფრო მისაწვდომს და კომფორტულს გახდის კომუნიკაციის შესაძლებლობებს, ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობებს, ამიტომ ეს საგანმანათლებლო მიმართულებით ასევე და ამიტომ ეს საკითხი არის ასე ვთქვათ ლოგიკური გაგრძელება იმ ინიციატივებისა, რომლითაც ჩვენი პროაქტიული დღის წესრიგი გამოირჩევა, გულისხმობ როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის მიღებას, ასევე სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივებს და ცვლილებებს, რომელიც შეჩემ პირთა უფლებების განმტკიცების თვალსაზრისით ბოლო წლებში საქართველოს პარლამენტმა
კომიტეტმა მიიღო, მათ შორის ეს არის სოციალური პაკეტის ინდექსაცია, მისაწვდომობის შესწორებები და შემდეგ რასაც მოყვა მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების დამტკიცება, ასევე მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის როგორც საპროცესო უფლებებთან დაკავშირებით და გარანტიებთან დაკავშირებით შიშიმ პირებისათვის, ასევე ეს იმ გაზრდილ ბიუჯეტებთან, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა დაუჭირა სხვადასხვა მიმართულებით მხარი. ასე რომ ამ მხრივ კომპლექსურად მუშაობთ და შესაბამისად ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, სწორედ აი ამ ჭრილში უნდა დავინახოთ. პირველი მოსმენისთვის კომიტეტზე ეს იყო ძირითადად რაც მინდოდა მეთქვა, თუ დამატებით კითხვები იქნება, რა თქმა უნდა, მზად ვარ უპასუხო. გალბატონ სოფიოს და კოლეგებს თუ აქვს მონისხვები არ არის. გისმენთ გალბატონ. მადლობა. ეს კარგი კანონ პროექტია ბატონო რატი. მაგრამ აქვე მინდა გითხრათ, რომ კითხვას დავსვამ და ძალიან გთხოვთ და მავალებთ, რომ სხვა დროს პასუხს ნუ მომთხოვთ, რა ვიცი, 10 წლის წინ, 5 წლის წინ, 8 წლის წინ, თუნდაც 2 წლის წინ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე, საკუთარ ყოფილ პრემიერებზე ვეიღებთ პასუხისგებლობას. მე როგორ მთხოვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებზე პასუხისგებლობას, თუ ისინი არ საქმიანობდნენ სათანადოდ. გალბატონო სოფიო. ეხლა კითხვაზე გადავალ, ერთ ნახეთ, შეხედეთ ერთ წამით, ერთ წუთით. თქვენ ჩვენი კომიტეტის წევრები ბრძანდებით, ამ კომიტეტის წევრები ბრძანდებით. დიახ. დღემდე თქვენ ვერ დაასახელებთ ერთ ფაქტს, რომელიც რაიმე სახის დაუშვათ სახით თქვენ რაიმე ან მუშაობაში, ან თქვენი უფლებამოსილების განხორციელებაში, ან ხელშემშლელი კი არა, ზოგადად რაიმე სახის უბრალოდ რბილად რომ თქვათ არაკოლეგიალური, ან რაღაც არამეგობრული გნებავთ დამოკიდებულება, რომელიც ჩვენი მხრიდან კომიტეტის თვითონ წევრებს დავასრულეთ ერთ წუთით. ნახეთ, მე თქვენზე გაცილებით მეტი წარმოდგენის მაქვს, ვიდრე ეხლა თქვენ ახლა იქცევით, მინდა ეს კითხვა. დავასრულეთ ერთი წამით. ამიტომ თავი შეიკავეთ. თქვენ შეიკავეთ თავი. ერთი წუთით დავასრულებ და შემდეგ გეტყვით. ნახეთ, ხო, ამიტომ მადლობთ რომ გვაძლევთ საშუალებას კომიტეტს. ამიტომ თქვენ ესეც ფაქტს ვერ მოიყვანთ. უბრალოდ საწყენი არის, როცა ახლა თქვენ აბსოლუტურად აი არანაირი საჭიროება იმისა, რომ თქვენი აი ესეთი დავარქმევდი, რომ ამ როლში შესვლა, მე უბრალოდ გულდაწყვეტით მინდა აღნიშნო, რომ ძალიან კონსტრუქციულად, ძალიან საქმიანად, ძალიან აკადემიურად იმართებოდა მანამდე სხდომები, სადაც თქვენც ესწრებოდით და იღებთ მონაწილეობას. მაგრამ დღეს ახლა თქვენ რასაც აკეთებთ და თქვენი საქციელი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, თქვენი პოზიცია გნებავთ ნებისმიერი კრიტიკული არ ვიცი, როგორიც გინდათ. შეგიძლიათ დააფიქსიროთ, ვინმე ამას ხო არ გიზღუდავთ, მაგრამ უბრალოდ ეს ერთმანეთის სიტყვაში ჩაჩრა და ასე შემდეგ და შეწყვეტინება კიდევ ერთხელ გიმეორებთ. გულის ტკივილით მინდა გითხრათ, სხვების როლში ნუ შეხვალთ და ნუ დაემსგავსებით იმათ, რა ცუდი გამოცდილებაც თუნდაც ამ კომიტეტს აქვს. ამიტომ დავასრულებ, სწორად მიყავს და გეუბნებით, რომ ამას აქვს რეგლამენტი, ქცევის წესები და შესაბამისად გთხოვთ, რომ ამას დაემორჩილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ თუ ცდილობთ, რომ აი იმ სახით თქვენ მიიქცევთ საზოგადოების ყურადღებას და ამ კომიტეტს რაიმე სახით შტილში მიაყენებთ ამით, ეს უბრალოდ არ გამოვა. და ერთიც მინდა ასევე გულისწყრით მინდა გითხრათ. ძალიან არაკომპეტენტური არის და უადგილო არის, ვფიქრობ, ალბათ არაკომპეტენციის და გამომდინარე და ნაკლოვანებიდან გამომდინარე არის თქვენი ესოდენ არაორდინალური ქცევა, იმიტომ რომ საკითხებს, რომელიც წინა საკითხს ეხებოდა, რაზეც თქვენი გამოძახილი იყო, საერთოდ მინდა გითხრათ უბრალოდ რომ გაუცებას იწვევს, იმიტომ რომ საერთოდ არანაირი საგნობრივი დისკუსია თქვენი მხრიდან არ ყოფილა. და მეორე საკითხი, რომელიც თქვენ შესავალში აღნეცნეთ და დიახ, ნამდვილად მისასალმებელია, ყველას მინდა უთხრა, რომ ის ადამიანები, პირები, ვინც ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული წევრები არიან და ჭირდებათ ეს ხელმისაწვდომობა და მათი ხელმისაწვდომობის გაზდაზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, რომ ის მისასალმებელია მხოლოდ და იქვე იმ წუთიდან იწყებთ აბსოლუტურად დებოშს. ამიტომ თუ რაიმე საკითხი გაქვთ, რომელიც ეხება განსახილველი საკითხი, ხო, მოისმინეთ, რაც თქვი.
თუ რაიმე წინა საკითხს ეხებოდა, ეს წინა საკითხის დროს იყო, ახლა მეორე საკითხი, როდესაც სხდომა ვისაც მიყავს მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში ვინ არის ის, როდესაც მოისმენთ რაზე არის სხდომა, თქვენ იმ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი აზრი. შეგიძლიათ ეს რომ გამოხატოთ ისე რომ სხვებს არ მიაყენოთ შეურაცხყოფა და კომიტეტის მუშაობას არ შეეცდოთ რომ სტილი მიაყენოთ. მადლობა. მადლობა. თუ ვინმე საყენებს შეურაცხყოფას აქ, ეს ახართ თქვენ, იმიტომ რომ მეძახით არაკომპეტენტურს, მთხოვთ პასუხს ვიღაც ოპოზიციონერებზე, რომლებიც სადღაც ოდესღაც სუდად იქცეოდნენ. თქვენ შეურაცხყოფა მომაყენეთ პირდაპირ სესიაზე ტრიბუნიდან, თუ ვინმე პატივს არცემს საკუთარ საქციელს და ბატონმა ალუდამ რა სიტყვაც გამოიყენა იმ რაში გამოიხატებოდა? რა სიტყვაც თქვენ ჩემს მიმართ გამოიყენეთ? მე უბრალოდ ბატონო ალუდა არა, ესე არ გამოვა. მეჩრებითო და ვინ არა, კიდე გეუბნები, დიახ, ამ შემთხვევაში. არა, ეგრე არ არის. არა, როგორ არის გასაგები? ბატონო ალუდა, ჩემი წინაპრები, ჩემი ოჯახი, დაასრულეთ, თქვენ ჩემი უნდა სვანური წარმომავლობა არ მაძლევს უფლებას ის სიტყვა გავიმეორო. არა, უნდა გაიმეორო. რა სიტყვაც თქვენ არ გამოვა ასე. სესიაზე. არა, რა ვთქვი? ამიტომ შეურაცხყოფას თუ ვინმეს აყენებს, ხართ თქვენ, რომელიც მაყენებს შეურაცხყოფას. უბრალოდ სიცრუეს თან. მეუბნებით რომ მე არ ვიცი როგორ მოვიქცე. მე არ მაქვს კომპეტენცია. სესიაზე არაკომპეტენტურობა, შეურაცხყოფა არ არის. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა. მე უბრალოდ ფაქტის კონსტატირება განვახორციალე. ვისაც უჭირს საზოგადოება ხედავს. ამიტომ ეს თუ თქვენთვის არის შეურაცხყოფელი, მე გეტყვით იმას რომ ჩვენიდან ხელმარცხნივ არის ცივი წყალი და შეგიძლიათ რომ მიირთვათ ეს შეგიძლიათ ამიტომ მოიწვინეთ მოგიწევთ სიმართლის მოსმენა ვისაც მოუწევს იმ დარბაზში ეს ხართ თქვენ გამიგეთ რა თქმა უნდა თქვენს მოგიწევთ სიმართლის მოსმენა თქვენი მაგალითის არ იყოს არც იქანა მიგიღებენ და არც იქანა და ამიტომ ხართ ესე გაჭედილები და კომპეტენციას რომ არ გაქვთ ეს თუ შეურაცხყოფა არა თქვენ ასე ვერ გაატარეთ შეურაცხყოფა რაში გამოიხატებოდა ეს უნდა თქვათ ბატონო რატი კითხვა ამის კომპეტენციაც არ გაქვთ რომ რა არის შეურაცხყოფა გაარჩიოთ ფაქტებისგან კარგით არა საზოგადოება იმშენებს საზოგადოება როგორ იმშენებს თქვენ მეუნებით და თქვენ ხართ მატყუარა კითხვა მაქვს უბრალოდ ესეც შეგიძლიათ რომ მიიღოთ ფაქტად მატყუარა ხართ იმიტომ რომ მე თქვენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია თქვენ ტყუით და ამიტომ კიდე გეუბნებით, როდესაც თქვენ იძახით რომ თას რო იძახით, თას არ შეეფერება ტყუილი არ შეეფერება თას. და იმ კუთხეს საიდანაც თქვენ ბრძანდებით. გამიგეთ? არაფერი, ახლა გააგრძელეთ. ხო, ამიტომ მატყუარობაში მაინც და მაინც უნდა იმსგავსებით თქვენს ლიდერს გააგრძელეთ. გააგრძელეთ ეხარ, გააგრძელეთ. თქვენთან ამას ახლოს არ ჩაულია. ჩემთან ერთად და ტრადიციებზე, როდესაც საუბრობთ, პირი გამოირიცხეთ. ბატონო რატი, კითხვა მაქვს, უბრალოდ დაზუსტება მინდა. ეს არის მუხლი 36-ის. ნახეთ, მე-5 ნახეთ ასეთი რამე რო წერია, რომ საქართველოს მთავრობა ადგენს რეგლამენტს. მე მაინტერესებს ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის მისაწვდომობის სტანდარტი და ამასთანავე განსაზღვრავს ვებსაიტის მობილური აპლიკაციის იმ მასალებს, რომლებზეც ავრცელდება მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის სტანდარტი. მე უბრალოდ ვიცით რა მაინტერესებს, ამას რომ დაადგენს და განსაზღვრავს ამ მასალებს, მე ეს როგორ იქნება შესაბამისობაში იქნება ამასთან თუ ვინ კონტროლს ვინ უწევს, აი ეს მინდა რომ აი ამ კარგი იდეა რომ სწორად გავიგოთ ყველამ და რამე ხარვეზი სადმე არ გაგვეპაროს. თუ შეიძლება ამაზე რომ პასუხოთ, მადლობა. კეთილი თქვენის ნებართვით რეპლიკაზეც კი პასუხებ და კითხვაზეც კი პასუხებ რეპლიკის ნაწილს რაც შეეხება მე ნუ მომცემთ პასუხისგებლობას ყველა უპასუხისგებლო ოპოზიციაზე პირველ რიგში ვთანხმდებით როგორია უპასუხისგებლო ოპოზიცია ეს კარგია მე ამ ფაქტს როგორც ფაქტს თქვენთან არ მოვიყვანდი იმ შემთხვევაში საშემოდგომო სესიაზე ორი განხილვა რომ არ ყოფილიყო როგორც ადამიანის უფლებების კომიტეტში ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურის ანგარიშში. ანუ ეს იყო უკვე მაშინ, როდესაც თქვენ დათანხმდით და უკვე პარლამენტში ამოხვედით და მანდატი ჰქონდათ. უკვე უკვე კომიტეტის წევრები იყავით, სამწუხაროდ არ მიიღეთ მონაწილეობა. ესეც ფაქტია და ამიტომ აღვნიშნე ეს იყო საშემოდგომო სესიაზე.
ხო, ეს იყო ფაქტი და ამიტომ ვახსენე, თორე რა თქმა უნდა, ჩვენ ნამდვილად არაერთი წლის მანძილზე უყურეთ ისეთ ოპოზიციას პარლამენტში, რომელიც ნიმუში არის, ქრესტომათიური ნიმუში, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია საერთოდ მათ შორის, რა თქმა უნდა, მით უმეტეს საქართველოს პარლამენტში. რაც შეეხება თქვენს კითხვას, მადლობა. ამ კითხვისთვის პირველ რიგში გეტყვით, რატომ აქვს მთავრობას ეს გადაცემული პარლამენტიდან, რატო ექნება ამ კანონის მიხედვით და რა პრაქტიკას ვიზიარებთ ამ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება. მოგესალმება, ტექნიკური რეგლამენტი არის ის დოკუმენტი, რომელიც დადგენილების სახით იღება და ეს უკვე აღმოსავლებელი ხელისუფლების პრეროგატივა არის, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში ვადების განსაზღვრა, რა ვადის ფარგლებში უნდა იყოს მიღებული აღნიშნული დოკუმენტი და იგივე პრაქტიკა გვქონდა ჩვენ, როდესაც მქონდა საზღვაობის ეროვნული სტანდარტები მიღება, მაშინაც ჩვენ უკვე ეს ფიზიკური გარემო ძირითადად ადაპტირებას ეხებოდა, თუმცა არა მარტო, მაგრამ ძირითადი კომპონენტი ეს იყო ელემენტების, სამშენებლო ელემენტების მიმართულება იყო, როდესაც მთავრობა მიიღო ასევე ეს დადგენილება მისასწავლების ეროვნული სტანდარტების. რაც შეეხება აქ ახსულების მეთოდებს, მოგეხსენებათ, ეს მაინც განსხვავებული სპეციფიკა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თქვათ, აი ფიზიკური გარემოს ადაპტირებასა და ვებ მისასწავლობას შორის პრინციპი, იდეა არის ერთი და იგივე, შეიძლება ითქვას და ორივე უნივერსალური დიზაინის პრინციპებს ეფუძნება, მიუხედავად ამისა, მაინც განსხვავებული სპეციფიკა არის, როგორც თქვათ, ახსულების ნაწილში, ასევე შეფასების ნაწილში და ასევე პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ განსხვავებული. თუ თქვათ კონკრეტულად არის ფორმირებული ძირითადად ეს არის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურები, რომლებიც მისასწავლების ზოგადად ეროვნულ სტანდარტებს სხვადასხვა ქვეყნებში უწევენ ზედამხედველობას. ხო, იქ ამავდროულად არის ჯერ პროექტის დონეზე, ესე რომ წარმოვიდგინოთ, პროექტის დონეზე მტკიცდება, პროექტში უკვე გათვალისწინებული არის ეს ელემენტები და შემდეგ დამოჩაც ამტკიცებს უკვე მუნიციპალური სამსახური და მეხუთე კლასის შენობების ნაწილში ამას უკვე ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახური ამტკიცებს და მე უკვე შესაბამისობაში ამდენად მოდის ამასაც ასევე ზედამხედველობის სამსახურები სწავლობენ და აფასებენ. აქ ესეთი სიტუაცია არ არის. აქ სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ გარკვეული რგოლები არის, მაგრამ ეს რგოლები ყველგან არის სარეკომენდაციო ხასიათის, რომელსაც სანქციის მექანიზმები არ გააჩნია. ამ შემთხვევაში არის პრაქტიკა ესეთი, რომ ტექნიკური რეგლამენტები აფუძნებენ იმ ძირითად ვთქვათ კრიტერიუმებს, სადაც შენდება შემდეგ ეს კონკრეტული ვებ მისამართები თუ აპლიკაციები და ამ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს და უკვე თუ არ არის ეს დაკმაყოფილებული, ამისი გზა ეს აღიქმება როგორც დისკრიმინაცია შეზღუდული შეიაზრებლობის ნიშნით და უკვე სასამართლო არის ის, ვინც პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს იღებს. ეს ფაქტობრივად არის უკვე კანონში ჩაწერილი. ანუ რომ ესეთი კითხვის დაზუსტება თუ გნებავთ, კითხვა უნდა დააზუსტოთ, არ უნდა აურიოთ, უკაცრავად. რაც შეეხება ამ კონტექსტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადვოკატირების ნაწილს, ესეც გამარტივებულია უკვე ამ შემთხვევაში მთლიანად ამ კანონის ენას უნდა ვიცნობდეთ და მის პრინციპებს უნდა ვიცნობდეთ, სადაც არის სპეციალური მოსარჩელის ინსტიტუტი ასევე შემოტანილი, რომელიც აქტიური ინსტრუმენტი არის სწორედ შეშინებულ პირთა ადვოკატირების მხრივ, მათ შორის დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში. მადლობა. მიკროფონი ჩართეთ და დააზუსტეთ. ანუ ეს პირდაპირ გათანაბრებული იქნება თუ რამე დაარღვიეს, იქნება გათანაბრებული დისკრიმინაციასთან. პირდაპირ. როდესაც მისაწვდომობა არ არის, აქ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ეს მისაწვდომობა შეიძლება იყოს. როცა ამას მივიღებთ, ამ კანონს მივიღებთ, ამის ეს ნახეთ უყურეთ. იცით არის, ხაი კონკრეტული ვებგვერდის ანიმის მიმართულებით თუ წახვალ, რა თქმა უნდა, ეს იმ რეგულაციების ჩარჩოში და ვადებში უნდა ორი მიკროფონი, როდესაც არის საზოგადოება ვერ იგებს. მიღების დღიდან აბსოლუტურად ყველას მოეთხოვება და ასე შემდეგ, აქ კონკრეტული ვადები არის გაწერილი, ჩვენ აქ მაქსიმალურად ავიღეთ პროპორციულობის პრინციპი, მათ შორის ამ პროპორციულობის პრინციპი დაეფუძნა ასევე იმ დინამიკას და იმ რეკომენდაციებს, რაც ზოგადად ვებ სამყაროში, ესე ვთქვათ, საიტების დაშენების, განახლების პერიოდებთან არის დაკავშირებული, რომ თუ ცოცხალი არის საიტი, ან აპლიკაცია და ის 4 წელიწადში ერთხელ აპდეიტს არ განიცდის, ის ფაქტობრივად ვარდება სისტემიდან და ის უკვე უსარგებლო ხდება. ამიტომ ეს ლოგიკური ისიც არის, აქ შემთხვევაში ჩვენი პრიორიტეტი უფრო არის ახალი საიტების, ახალი აპლიკაციების იმ სტანდარტით თქვა დაწერა, რომელიც მნიშვნელოვანი არის სწორედ იმისთვის, რომ მისასწავლობის სტანდარტი იყოს დაცული.
რა ქრომ მეუბნები. ერთი წუთი ხალბატონო ნახეთ ხო უნდა რეგლამენტს ხო უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთს რა ვარცემთ გავიგეთ თურმე და ახლა რეგლამენტს ნახეთ დაზუსტება აღარ არსებობს უბრალოდ კიდე გეუბნებით თუ რაიმე გააქვთ დასაზუსტებელი თქვენი კითხვის შედეგად ჩამოწერეთ ეს რომ დასვათ ამის შემდეგ დაზუსტებამდე შეიძლება მთელი დღე ვიყოთ აქ რეგლამენტში წერია ეს ყველაფერი და რეგლამენტის შესაბამისად უნდა მოვიქცეთ აქ დიდი მადლობა ფაკეთებით თუ გექნებათ პირადად შეგვიძლია გავისაუბროთ ან პლენარული სხდომის ფორმატში ჩავხდეთ. დავასრულეთ ხო? დიდი მადლობა ბატონო რატი. საკითხი განხილულია. ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ კენჭსყრაზე, კორუმ გვაქვს ხო როგორც ვთქვი. ორი საკითხი არის კენჭსყრაზე დასაყენებელი, პირველი გახლავთ ბატონი არჩილ გორდულაძის მიერ გამოტანილი საკითხი. ვინ არის მომხრე? მადლობთ. საკითხი მიღებულია, გადაწყვეტილია და მეორე საკითხი, რომელიც წინააღმდეგი ბრძანდებით? კი ბატონო, დაფიქსირდება რომ ხარ წინააღმდეგი, კი ბატონო. მეორე საკითხი გახლავთ ბატონი რატის მიერ წარმოდგენილი საკითხი ვინ არის მომხრე წინააღმდეგი ვინ არის ქალბატონო სოფო თქვენ თავი შეიკავეთ თუ წინააღმდეგი ხართ ქალბატონო სოფომ კარგი საკითხი კი არის მაგრამ მაინც თავი შეიკავა დიდი მადლობა